ყველა ვისაც აქვს დისკის თიაქარი, სიატიკის პრობლემა, წელის ხერხემლის პრობლემა, იმდა გააკეთოს ეს ნაბიჯ ინსტრუქცია. შენი ხერხემალი არ გაძლევს საშუალებას კარგად დაიძინო. ამიტომ იღვიძე ცუდად, გძნობ თავს დაჭიმულად და მთელი დღე გეშინია, რომ შეიძლება დაგეწყოს ზურგის ან სიატიკის ტკივილის შეტევა. გამოვიცანი. ამ ვიდეოში მე გაჩვენებ 4 ნაბიჯს, რომლებიც უნდა გააკეთო ძილის წინ 2 წუთი, რაც მოგიხსნის მთელი დღის დააგროვილ დაძაბულობას და აგაცილებს ხერხემლის დაჭიმაჭიმას. ამასთან ერთად, უკეთესად დაიძინებ, ძილი უფრო აღდგენითი იქნება, გაიღვიძებ უფრო მსუბუქად და ეს ვარჯიშების სერია შეიძლება ნაწლავების მუშაობასაც კი გააუმჯობესოს. და რაც თავარია, ნახავ, რომ არ არის საჭირო იყო ახალგაზრდა, გამხდარი ან მოქნილი იმისთვის, რომ ხერხემალს კარგი მოძრაობა ჰქონდეს. ფენომენალური. მინდა ეს ვიდეო გამოიყენო და თითოეული ვარჯიში ჩემთან ერთად გააკეთო. ამიტომ ვარჯიშს იმავდროულად შევასრულებ და აგიხსნი კიდეც. ასე შეძლებ გაიგო, რატომ არის საჭირო თითოეული ნაბიჯი, თითოეული ვარჯიში. ეხლა და ძილის წინ უბრალოდ ჩართე ვიდეო და მიხევი მითითებებს. წაიცექი ზურგზე, შეგიძლია გამოიყენო ის ბალიში, რომელიც კომფორტულად გომია, გაშალე ფეხები და ოდნავ დააშორე ერთმანეთს. ფრთხილად იყავი. ვისაც ბევრი დაძაბულობა აქვს ფსოასის ან ადუქტორის კუნთებში, თუ ძალიან გააში ფეხებს, იგრძნობ, რომ წელზე გეკაჩება. ზურგი გეყოფა ლოგინიდან და წელზე დატვირთვას იგრძნობ. ამ შემთხვევაში ფეხებს უფრო დაახლოვებ, სანამ ხერხემალი ბოლომდე არ მოეშვება. ამ პოზაში დაისვენე და უბრალოდ ფეხები გარეთ და შიგნით აქნი. ეს უნდა გააკეთო 20 ჯერ. ან გონებაში 10-მდე დაითვალო 10 წამი, აქ უკვე იგრძნობ, როგორ მოდუნდება ფეხები და წელისარე. ცოტა მოძრაობით უკვე ვიწყებთ დღის დაძაბულობის მოდუნებას. რეტედან ქვამოდის. მეორე ეტაპზე ჩვენ შევამსუბუქებთ პირიფორმის კუნთს და სიატიკის ნერვს. სინამდვილეში ყველა ვისაც აქვს დისკის თიაქარი, სიატიკის პრობლემა, წელის ხერხემლის პრობლემა, უნდა აკეთებდეს ამ ნაბიჯებს. მაგრამ ეს კონკრეტული ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დიდხანს ზის. ჯერ კიდევ ზურგზე წოლაში, ეხლა ფეხებს მოხრით და გადაჯვარედინებთ. მინდა რომ მაქსიმალურად კომფორტულად იყოთ. ამიტომ აქ შეგიძლიათ ქვედა ფეხით დაარეგულიროთ სიმაღლე, ან შეგიძლიათ მეორე მუხლის სიმაღლე დაარეგულიროთ მეორე ფეხის მოდუნებით. კარგი? ყოველთვის ისე, როგორც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია. ამ პოზაში ფეხს მატრასისკენ მივიტანთ. თუ ვერ ახერხებთ მატრასზე ფეხის დადებას, პრობლემა არ არის. მიდით იქამდე, სადამდეც კომფორტულად გძნობთ თავს. წავიდეთ, ამ მოძრაობას 10 ჯერ გავიმეორეთ, ნელა, არ იჩქაროთ. წაიღეთ და დააბრუნეთ. 2 3. იდეა ისაა, რომ შევძლოთ წელის და თეძოს გამბლოკვა. ასე რომ იგრძნობთ, რომ ყოველ მოძრაობაზე წელი უფრო მეტად მოძრაობს. თავისუფლად, უფრო მსუბუქად, უფრო ბუნებრივად და დუნდულა მოდუნდება, თეძო გაუმჯობესდება. 6 7 8 თუ ძალიან სწრაფად მოქმედებ, შენ სიჩქარეზე გააგრძელე, კარგი? 9 და 10 ამ ვარჯიშის კარგი მხარე ისაა, რომ რაც უფრო გადატვირთული იყო შენი დღე, მით უფრო იგრძნობ ამ განთავისუფლებას და ღრმა მოდუმებას. ეხლა მეორე მხარეს გავაკეთო. წადი და დაბრუნდი. 1 2 2 ეს ისეა, თითქოს ჩვილს ვარწევდეთ, ხო ასეა? 3 4 თუ ძალიან გიჭირს წასვლა და დაბრუნება, თუ ზედმეტ ძალას ხმარობ, სადე აქ ხელების გაშლა. ეს უფრო მეტ სტაბილურობას მოგცემს, კარგი? 7 და ხალხო, ეს ძალიან კარგია. 8 9 და 10 აქ არის საიდუმლო, რადგან როცა მუშაობთ მენჯის და საკრალური ნაწილისთან, ვააქტიურებთ პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას. ვინც ჯანდაცვის სფეროშია, ცოტათი იცნობს ანატომიას, იცის, რომ ეს ნერვული სისტემის ის ნაწილია, რომელიც ამცირებს ჩვენს რიტმს და უკვე ძილისთვის მზადება. ეხლა მესამე ეტაპზე მოძრაობას გავზრდით. უფრო დიდ მოძრაობას გავაკეთეთ, რომ შევძლოთ და გავამოძრაოთ და განტვირთოთ წელისა და თეძოების სახსრები. უკვე არაერთ ვიდეოში მithქვამს აქ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არე, მენჯი, თეძოები ხერხემლისთვის.
უბრალოდ შეუძლებელია წელის ეფექტური მკურნალობა თუ ამ არეს ყურადღებას არ მიაქცევ და არ გააუმჯობესებ. ნელა გადაბრუნდები მუცლით ქვევით. და ეხლა მიკროფონს აქ უნდა მოვხსნა, თორე კარგად ვერ გამიგონეთ. დაცეკი მუცლით ქვევით, შეგიძლია ყველაზე კომფორტულ პოზაში იყო. ხელები ქვემოთ, სახე გვერდზე. ან შუბლი ხელებზე დააყენე, როგორც ჩემთვის უფრო მოსახერხებელია. ჩემთვის ასეა. მუხლებს მოხრი და უბრალოდ მისცენ ფეხებს გვერდზე და მეორე მხარეს გადავარდნის საშუალებას არ ინერვიულო თუ ერთი მხარე მეორეზე ნაკლებია. ეს უბრალოდ დომინანტობის საკითხია, ხო ასე? ისევე როგორც წერხელით, მარჯვენა ხელიანი ხარ თუ ცაცია. ფეხებზეც ასეა, იქაც არის დომინანტური მხარე. ეს იწვევს დაძაბულობის სხვადასხვანაირ დაგროვებას ერთ მხარესა და მეორეზე და ეს სრულიად ნორმალურია. გააკეთე მოძრაობა იქამდე, სადამდეც მარტივია და კომფორტული. წავედით? აი ეს. გააკეთე ადჯერ აი ასე, ერთ მხარეს, მეორეზე. 1 4 2 3 4 5 არიჩქარო. თუ ძალიან სწრაფად ვაკეთებ, იცი, შენს ტემპში გააკეთე. 6 7 აქ ჩვენ ზრდით გაბლოკვას. წელისა და თეძოების. 9 10 და გახსოვდეთ, უბრალოდ შეგახსენებ, რომ ბოლომდე მისვლა საჭირო არ არის. მიდიხართ იქამდე, სანამ წელზე ან თეძოებზე დატვირთვას არ იგრძნოთ. ჩვენ ეხლა უკვე გავიგეთ. და იმისთვის, რომ ბოლომდე მოვიშოროთ ეს დაძაბულობა, რომელიც წელიდან გადადის დუნდულებზე და წელიდან მხრებზე, ჩვენ შევუთავსებთ მსუბუქ გაწელვას და რბილ სუნთქვას. ნელა დაბრუნდებით და ზურგზე დაწვევით. ერთ ფეხს გაშლილს დატოვებთ, მეორეს კი მოხრილს. იდეა ისაა, რომ მოხრილი ფეხი გადავიდეს მეორე მხარეს. ამაში ხელით დაეხმარებით. გახსოვდეთ, რომ ძალის დატანება საჭირო არ არის. კარგი? გააკეთეთ იმდენად, რამდენადაც კომფორტულად გრძნობ თავს. აი მე მაგალითად ამ მხარეს ვერ ვეხები. შეუძლები თუ ძალას დავატანდი, მაგრამ არ მინდა. ამიტომ ეს პოზიცია ჩემთვის კარგია და აქ დავრჩებით დაახლოებით 30 წამით. ამ დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ ამოსუნთქვას. გააკეთეთ სუნთქვა. სუნთქვა, ნელი ამოსუნთქვა. უთხოვეთ. თუ თქვენ გაქვთ კარგი სხეულის შეგნება, შეამჩნევთ, რომ როდესაც ჰაერს მოდუმებულად უშვებ, ეს მოდუმება გადადის სხეულის ყველა კუნძზე, მათ შორის პირიფორმის კუნძზე და ად გვერდით მდებარე გლუტეალურ კუნთებზე. დაახლოებით 30 წამი გავიდა. თუ გინდა კიდევ ცოტა დარჩი, ეს ისეთი გემრიელია. დაბრუნდა, გაუშვი. მოატრიალეთ ამი არავითარი ძალდატანება. და ეხლა შევწვით. ფეხი, რომელიც მოხრილი იყო, გაასწორე. ფეხი, რომელიც გასწორებული იყო, მოხარე. ეხლა გადავდივართ მეორე მხარეს. აი ეს. ხელი გვეხმარება. მეორე მხარე ჩემთვის უფრო დაძაბული იყო. გახსოვს, რომ თქვი განსხვავებაზე მარჯვენა და მარცხენა. ყველა საფს ერთი ფეხი, რომელიც დომინანტურია. ამიტომ ეს ფეხი, რომელსაც ასე თქვა დღის განმავლობაში უფრო ხშირად იქენებ, უფრო მეტ დაძაბულობას დააგროვებს და უფრო მეტად იმუშავებს ვიდრე მეორე. და ეს ნორმალურია. ყველა ასეა. გახსოვდეს თავისუფალი სუნთქვა. განსაკუთრებით როცა ჰაერს უშვებ. ეს ძალიან კარგია. არ ინერვიულო თუ ხერხემალში tkacuni იგრძენი. გახსოვდეს, ჩვენ ხსნით და ვთავისუფლებთ. ზუსტად ისე, როგორც თიცროვ ქაჩავთ და ხანდახან ბგერა ისმის, როცა სახსარს ხსნით, ზურგის ბგერა, თეძოს ბგერა. ამ შემთხვევაში უბრალოდ ნიშნავს, რომ შენ მოახერხე სახსრის განთვირთვა. და გავიდა 30 წამი. შემდეგი ნაბიჯი, რომ გააუმჯობესო მთელი ზურგის ჯანმრთელობა, არის სწორი კუნთების გამაგრება. და საუკეთესო გზა, რაც მე ვიცი ამის გასაკეთებლად, სახლში, ამ ვიდეოშია. უბრალოდ დააცკაპუნე საპურებლად. და შენთვის, ვინც აქამდე მოხვედი, სპეციალური საჩუქარია. ეს ვიდეო არის მთელი ეს სერია, რაც დღეს ნახეთ, შეუცხვეთლად, რომ ჩართო და გააკეთო ძილის წინ. ეს არის სპეციალური ვიდეო, რომელსაც მხოლოდ ამ ეკრანის მეშვეობით ნახავ. მე აქ დაგემშვიდობებით. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.